ქუთაისი. ყურადღება. ლილი ბახტაძე ქუთაისიდან ითამაშებს მოაზროვნეების წინააღმდეგ. ალბატონო, თამუნა. რომ არ გიჯერებენ. ბოროტი ბაქრაძე რო არ გიჯერებთ. კიდევ უფრო ბოროტი პოპხაძე. მე შავი ყუთი მეფარებოდა და ვერ გავიგონე. ალბატონ თამუნა. დიახ. პირველი დაკონსერვებული წარსულია, სადაც არაფერი შეიცვლება. რადგან ყველაფერი უკვე მოხდა. ისტორია მაგალითად. მეორე კი აწმყოა, მარადიული აწმყო. ყოველ წუთსაა მოსალოდნელი რამე უცაბედი და გაუთვალისწინებელი. ყურადღება, შეკითხვა. რის შესახებ, ალბატონ თამუნა, თქვენ უნდა დამისახელოთ პირველიც და მეორეც. ამბობდა ასე ჯემალ ქარჩხაძე. დრო. ან ფოტო და კინოა. და მუსიკა არა, ან ფოტო და კინო. ფოტო აუცილებლად გაყიდვი წარსულია. ფოტო და კინო ალბათ. კინო და თეატრი ჩანაწერი და ცოცხალის თეატრი რა თუ უნდა კინო და გაშიშველი. არა, პირიქით. არა, თეატრი მოძრაობია. ჩანაწერი და ძალიან პარადოქსია. მეორეს გამარჯვება ფონოგრამა და ეს არ არის კაცო. არა, თეატრი გავს. სცენარი ერთი და იგივეა და ცნობილია. ცოცხლად უყურებ და კინო მაინც სცენარი ცნობილია და მეორის გამარტება რა. ვინ არის კაცი ვიცი? თეატრი კარგია და თეატრი კარგია. მე კინო არ ვიცი. ისა მეორის გამარტება რა იყო? აწმყო მარადიული რა. მარადილი რატომ ყოველწუთი შეიძლება შეიცვალოსო რა. ფოტო და კინო კინოც ჩაწერილია და მკვდარია და და ფოტოც ჩაწერილია. თეატრი არა, კინო კარგია. ჯერ არ გინახავს, არის ამბობა. ნებისმიერ შეიძლება მოხდეს. იმპროვიზაცია, ეგ არის, აღარ იცვლება. იმპროვიზაციის არ ვიცი. ბატონო გედი, დიახ. არა, წუთს არ ვიღებთ. არ იღებთ ალბათ წუთს. მე ვპასუხობ. თქვენ თავად პასუხობთ. დიახ. აი, მიპასუხეთ მაშინ პირველიც და მეორეც. ასე იგი, ჩვენი აზრით დაკონსერვებული წარსული ეს არის კინო და აწმყო, რომელიც მარადულია და ასე თქვა ცვალებად ეს არის თეატრი. ერთ წუთი. მოდ მე წავიკითხავ და თქვენ ჩამოაყალიბეთ. პირველი დაკონსერვებული წარსულია, სადაც არაფერი შეიცვლება, რადგან ყველაფერი უკვე მოხდა. ეს არის კინო. ეს კინოა? დიახ, რა თქმა უნდა. და მეორე კი აწმყოა, მარადიული აწმყო, ყოველწუთსაა მოსალოდნელი რამე უცაბედი და ეს გაუთვალისწინებელი. არის თეატრი, სადაც შეიძლება იმპროვიზაცია, სადაც უყურებ ცოცხალ მოქმედებას და სადაც შეიძლება რაღაცა ისეთი მოხდეს, რაც თქვა წინა სპექტაკლზე. და აი სახში როცა სავარძელში ხართ, ჩამომჯდარი. და თეატრს უყურებ გადაღებულ ვარიანტში. კინოა. მაშინ ისიც კინო გამოდის, ხო? ეკრანს როცა უყურებთ. ჩვენი პასუხია კინოა პირველი და მეორე არის თეატრი. ეს ვისი ვერსიაა? მე მგონი მიხეილ ბრეგვაძის, მაგრამ გიორგი ბაქრაძის. ხო, ვერსია იყო. ყოველ შემთხვევაში ბევრი ვერსია იყო ბატონ წამყვანო და მე ჩემ თავზე და თქვენი ფიქრით ბაქრაძემ არ გადათქვას თავისიო, ხო? არა, მე ვიფიქრე, მოდი დავაფიქსირებ იმ ვერსიას, რომელიც მგონია რომ სწორია თქვა. ყურადღება, სწორი პასუხი. პირველი დაკონსერვებული წარსულია, სადაც არაფერი შეიცვლება, რადგან ყველაფერი უკვე მოხდა. მეორე კი აწმყოა, მარადიული აწმყო, ყოველ წუთსაა მოსალოდნელი რამე უცაბედი და გაუთვალისწინებელი. ერთი რომ უალაგო ადგილას დაასლო კინოს მსახიობს, ესეც რამეა. უნდა დამხჩვალმა დეზდემონამ ცხვირი დააცემინოს. პირველი იყო კინო, მეორე თეატრი. თეატრი ბოროტად იყენებს ადამიანის ანგრიშ მიუცემელ სწრაფას თავის მოტყუებისკენ და ილუზიისკენ. ოთხი